დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დაინტერესებისთვის ამ საკითხით. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ვეფხისტყაოსანი და ისლამი და ერთგვარად ტექნიკური ხასიათის იქნება ეს ყველაფერი. ჩვენ მოვნიშნავთ ადგილებს პოემაში, სადაც ესე იგი იხილვება და ცხადად, აშკარად, არა მხოლოდ ინტერპრეტაციის მეშვეობით, ანუ როდესაც თქვათ რაღაცა შორიდან მოგაქვს ხოლმე და ხსნი ამ არგუმენტებს, არის უშუალოდ, აი ძალიან ცოცხლად, ფეთქავად, რაც ჩანს და აღნიშნულია, ხო? მაგრამ სანამ ამაზე ვიტყოდეთ, აუცილებლად სათქმელი გახლავთ ის, რომ ვეფხისტყაოსანი არის პოემა, რომელიც ემსახურება მრავალფეროვნებას, აღწევს მრავალფეროვნებას, უმღერს მრავალფეროვნებას და ამ ყველაფერს აქცევს ჰარმონიაში. ხო? სამწუხაროდ ხდებოდა ისე, რომ ტენდენციური იყო ხოლმე მისი განმარტებები და დღესაც არ არის ამისგან დაცლილი. მე-19 საუკუნეში იყო ტენდენცია იმისა, რომ მხოლოდ ევროპული თვალსაზრისით განემარტათ ეს ყველაფერი. დღეს მხოლოდ ქრისტიანული და ისიც მართლმადიდებლური პრიზმიდან ცდილობენ ხოლმე სულ ახსნან, რაც არ არის სწორი. სამწუხაროა ის მიდგომა, იმიტომ რომ წარმოდგენილია ასე თითქოს ვეფხისტყაოსანში ერთის არსებობა კონკრეტული კულტურის, ცივილიზაციის, რელიგიის გამორიცხავდეს მეორეს. არა და პირიქით, ხო? მთელი ფილოსოფიური დედააზრი ვეფხისტყაოსნის არის ის, რომ სხვადასხვა ეთნოს მიკუთვნებული ადამიანები, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები რაღაც იდეის გარშემო შეიკრიბებიან, ძალებს გააერთიანებენ და იბრძვიან ქაჯების წინააღმდეგ, რომლებსაც ეროვნება არ აქვთ. კონკრეტულად, არც ერთ ერს არ მიეკუთვნებიან, არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნებიან, არიან რაღაცა უსახური მასა, ოღონდ ძალიან ჭკვიანები, ტექნოლოგიურადაც განვითარებულები იმ თვალსაზრისით, რომ მათზე ჩვეულებრივი ხმალი და ასე შემდეგ, როგორც ჩანს, არ მუშაობს მთლად და ამისათვის თქვათ ტარიელი გამოიყენებს დევების საჭურველს, ხო? სამ იმას ფაფში დახოცავს დევებს, საჭურველს ხმალს წამოიღებს იქიდან, ერთი თავისთვის, საფთანდილისთვის და ფრიდონისთვის და მოკლედ ამისი მეშვეობით ხდება ის, რომ ისინი შეიძლებენ, ესე იგი, ქაჯების დამარცხებას. სხვა, რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, ზოგადად ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, რომ რუსთაველი განეკუთვნება გენიოს და იმ თანრიგს, რომელიც კრებს მანამდე არსებულ, ესე იგი, საკაცობრიო მონაპოვრებს, სააზროვნო მონაპოვრებს, გადაამუშავებს მას და მერე განფენს, ხო? ძალიან დიდი კოლექტორია ამ თვალსაზრისით და დიდი გამფენელიც, ანუ თითქოს აი მის პრიზმაში გარდატყდება ხოლმე სხივებად, ესე იგი, ყველაფერი ეს. შესაბამისად, ქართული ლიტერატურა არის სხვა, ესე იგი, შოთა რუსთაველამდე და ქართული ლიტერატურა რუსთაველის შემდეგ არის თვისებრივად სხვა. ხო? მთელი ჩვენ ახლა მონღოლების პერიოდის ვთქვათ, ნაწარმოებები იმდენად არ ვიცით, გარდა ვთქვათ, საისტორიო მწერლობისა და აღმწერისა, მაგალითად, შესანიშნავესი გახლავთ ჟაღმთა აღმწერელის, ესე იგი, ტექსტი, რომელიც ამ პერიოდს განეკუთვნება, ძირითადად ლაშა გიორგისა და რუსუდანის მეფობის დროს, როდესაც მონღოლები გამოჩნდნენ საქართველოში და ენუბრივი თვალსაზრისითაც არის ძალიან უზადო რამ ტექსტი და გირჩევთ, რომ წაიკითხოთ, მიუხედავად ძველი ქართულისა, ძალიან გასაგები ენაა და ისეთი საინტერესოა ძალიან. თან ინტერესით იკითხება, არ არის ესეთი მშრალი ფაქტების გადმოცემა, თავისი შეფასებების ახლავს ხოლმე ჟამთა აღმწერელს, ესე იგი, ამ ყველაფერთან ერთად. ხო, დიახ, ვეფხისტყაოსანში არის, რა თქმა უნდა, ესე იგი, ის არის ბიბლიური, აქ იგულისხმება ცალკე, ესე იგი, მან იცის ბიბლია ძველი აღთქმა, რა თქმა უნდა, ახალი აღთქმა თავისთავად, არის ანტიკური ფილოსოფიის შემონაკადი, იცის ფსევდო დიონისე არეოპაგელიანო ქრისტიანული მისტიკის მამა, შეიძლება ითქვას, იცის, ესე იგი, სპარსული და არაბული საერო მწერლობა,
და რა თქმა უნდა ისლამი, ანუ როგორც რელიგიაც, ხო? ეს ყველაფერი არის ჰარმონიულად გაერთიანებული აქ, თუმცა მეცნიერთა შორის იყო დავაკამათი ისლამი როგორ არის წარმოდგენილი აქ, ხო? თქვა სიღრმისეულად თუ ზედაპირულად თუ ასე შემდეგ. 1916 წელს, როდესაც ნიკო მარმა წაიკითხა ბაქოში, ესე იგი რუსულ ენაზე მოხსენება, შოთა რუსთაველი და მისი პოემა ვეფხისტყაოსანი, იქ სვამს რამდენიმე კითხვას, ასეც რომ განათლებული კაცია აშკარად და არ ახსენებს არც ერთ ქრისტიან წმინდანს, არც ერთ ქრისტიანულ სალოცავ ადგილს და ეს არის ძალიან ისეთი უჩვეულო და წესით მას ეს უნდა სცოდნო და აქედან გამომდინარე აპელირებდა იმაზე, ავტორის აღმსარებლობაზე, რომ ესე იგი ეს კაცი უნდა იყოსო მუსლიმიო, თან ამბობდა რომ სამცხე-ჯავახეთიდან არის და მთელი ეს თემები, რაზეც კორნელი კეკელიძე მართებულად, ანუ სვამს შეკითხვას, რომ ეს ასე არ არის, ხო? მხოლოდ ესე იგი ის რომ ავტორი აღწერს გეოგრაფიას, სადაც ესე იგი მუსლიმები ცხოვრობენ, აბა როგორ უნდა გაეკეთებინა, ხო? იმ გეოგრაფიაში როგორ უნდა ჩაესვა ქრისტიანული გმირები ამ შემთხვევაში. ანუ ეს არ არის მისი ზოგადად უშუალოდ ავტორის აღმსარებლობის აღნიშნულიო. ჩვენ აქვე ვიტყვით, რომ არ გვაინტერესებს ავტორის აღმსარებლობის საკითხი და ეს ჩვენი დღევანდელი მსჯელობის საგანი არ არის. არ გახლავთ, ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს ზოგადად როგორ არის ისლამური ნაკადი შემოსული ამ ესე იგი ვეფხისტყაოსანში და რომელ ადგილებში იხილება ეს ყველაფერი. თუმცა ამას მეორე ნაწილიც აქვს, მაგალითად კორნელი კეკელიძისა და ესე იგი იუსტინე აბულაძის ან ნიკო მარის პაექრობა, ვთქვათ, სხვადასხვა არგუმენტებთან დაკავშირებით, მაგრამ ის ძალიან შორს წაგვიყვანს. ანუ უშუალოდ ჩვენ ამოვიდეთ ნაწარმოების გაგების თვალსაზრისიდან. პირველი გახლავთ ის, რომ მოქმედება, მთელი ეს მოქმედება, სადაც კი ვითარდება პოემის სიუჟეტი, არის მუსლიმური ქვეყნები. ხო, მუსლიმური არაბეთი, იყო არაბეთს როსტევან, მუსლიმური გახლავთ ესე იგი ინდოეთი, იმიტომ რომ ინდოეთში ისლამი იყო ჰეგემონურ იმაშიც, რა ქვია, მათ პოზიციები ეპყრა, განსაკუთრებით ფაქტობრივად მთელი ინდოეთს მე-16 საუკუნეში მოგვიანო ხანა ეს მართავდნენ ბაბურები, თემურ-ლენგის შთამომავლები და თაჯ-მაჰალიც მათი აშენებულია ამ პერიოდში იყო ძალიან ტოლერანტულობა გავრცელებული ინდოეთში და შემდეგ. ოღონდ ეს მოგვიანო ხანა. მაგრამ მანამდეც ისლამი იქადაგა ესე იგი ინდოეთში და ტარიელიც, ნესტანიც არიან ესე იგი მუსლიმები. ხო, ავთანდილი და როსტევანი და თინათინის გასაგებია, ხო? ის არის. შემდეგ ნურადინ ფრიდონიც აშკარად მუსლიმია, თვითონ სახელი ამბობს. ნურ ად-დინ ფირიუდინ, ნურ ად-დინ არაბულად ნიშნავს ჯულის ნათელს. ხო? შემდეგ ავთანდილს განმარტავენ როგორც ესე იგი სამშობლოთა გულს, ან დაახლოებით ასე, სპარსულ არაბული კომპოზიტი გახლავთ ამ თვალსაზრისით, ხო. და მაგალითად ნესტან დარეჯანი, ხო, ძალიან მისტიკური სახელია, სპარსულად ნისტ ანდარ ჯაჰან ნიშნავს არ არსებობს მისი მსგავსი ქვეყანაზე, ანუ არ არის იგი ამ ქვეყნიური, ანუ ციურია რაღაცა მოვლენილი. ხო, კიდევ უამრავი რამ შეიძლება ვთქვათ სახელი განიმარტოს, როგორც განიმარტება ხოლმე, თუმცა ზოგადად გამსახურდია თავის ვეფხისტყაოსნის ესე იგი სახისმეტყველებაში წიგნში ახსენებს ტარიელს მაგალითად თარჰუ, ანუ ელვის და ჭიქახუხილის ღმერთის სახელიდან იწარმოებაო ეს სახელიო, ხო. თუმცა იყო ვერსია მაგალითად ტარიელის დარიოსისაგან წარმომავლობის, ანუ სახელის, როგორც ასეთის, ესე იგი წარმომავლობაზე თეორიები. დიახ. მოკლედ ახლა მივყვეთ ჩვენ სიუჟეტს, ვნახოთ რა ხდება. პირველი ყურანი უნდა ითქვას, რომ იხსენიება 4-ჯერ ზოგადად პოემაში, ხო? პირველად მას ხვდებით, ესე იგი, ნესტან დარეჯანთან და ტარიელთან. აი, მაგალითად, ტარიელი მოხდება თათბირზე, სადაც ფარსადანი და დედოფალი
ვეზირებთან ერთად განიხილავენ შესაძლებლობას კი არა და აუცილებლობას იმისა, რომ ნესტან დარეჯანი გააყოლონ ხვარაზმშას ძეს, ხო? და ხვარაზმშას ტარიელი არის იქ, გული ეფუფქება ამაზე ტარიელს, მაგრამ პროტოკოლის და იმ ეტიკეტის უпростоრად დაცვის გამო ხმას ვერ იღებს. თან არ უნდა რომ ესე იგი გათქვას ეს თემა, ხო? მაგრამ ჩვენ ცოტა გავუსწარით მოვლენებს. მოდი ჯერ გამიჯნურების ამბავი ვნახოთ, ხო? ესე იგი ნადირობიდან ბრუნდებიან, ცალკე ზრდის უკვე 5 წელია დაახლოებით ფარსადანი ნესტანს და უცებ ეუბნება ტარიელს, რომ მოდი ქალს შეუვაროთ, მოვინახულოს ჩემი გოგო. და მივლენ, ესე იგი, ამ სასახლეში ცალკე, სადაც ამყოფებს და ასმათი გადაწევს ფარდაკს, რომ მე უკან ვიდექიო, ხეში ეკავეს კაკბები და ხოხბები და რაღაცა და ფარსადანი რო შევიდა, ამან ოთახის სიღრმეში დაინახა ნესტანი, ნესტანმა დაინახა ეს და ამას გული წაუვიდა. წაუვიდა, ხო? ესე იგი, გაიშოტა შუა დარბაზში და აბაიმე წაიშინა თავზე ფარსადანმა ხელი და ძალიან საინტერესოდ ვითარდება ეს, ხო? ჯერ მოყავთ ექიმები. ექიმები მოვიდნენ, გაუსინჯეს მაჯლისცემა და თქვეს აბსოლუტურად სრულიად ჯანმრთელი გახლავთ ესო, რაღაცა უჟმური, ანუ დეპრესია შეყრიაო ამასო. მერე ეს დეპრესია უჟმური და უცებ აბსოლუტურად ხوار დაეცაო ამასო, ხო? და მერე იქ ამბობს, რომ ესე იგი სრულნი მუყრნი უბრალოდ სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშე მომცვიდიან, მათ ხელთა ქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან, მტერდაცემული ვეგონი არ ვიცი რას ჩმახვიდიან და სამდღემდის ესე იგი ვიწე გუგონო ცეცხლი უშრეტნი მწვიდიან დაახლოებით, მგონი მეოთხე ფრაზა ასე ხო, ესე იგი დავიწყოთ თავიდან, ხო, სრული მუყრნი სულხან საბასთან განიმარტება როგორც მეყურანენი, ანუ ყურანის აქ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყურანის ზეპირად მწოდნენი არიან ესენი მუყრნი. ჰაფეზები, ანუ რომელსაც თავიდან ბოლომდე იციან ზეპირად ყურანი. დღესაც არსებობენ ასეთი ადამიანები და ყურანის დაზეპირების უამრავი მეთოდია შემუშავებული, ხო? მულიმნი არიან იგივე სასულიერო პირები მოლები, ხო? ახლა რა ჩათვალეს ამათ? მათ ხელთა ქონდა მუსაფი ამბობს, ხო? მუსაფი არის ყურანის ერთ-ერთი ზედწოდება, მუსჰაფ ფორმა არაბულში, რაც ერთ-ერთი სახელია. ყურანს აქვს ბევრი სახელი. ზედწოდება, ისეთი, მაგალითად ფურგან, მუსჰაფ და ესე იგი ეპითეტებია ყურანს და ერთ-ერთი ეპითეტი არის მუსაფი, ხო? მათ ხელთა ქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან ამბობს, ანუ ეგზორციზმით არიან დაკავებულები, ხო? ესე იგი ჯინი შეესახლა, ეშმაკი დაეუფლა ამ ადამიანს, რომელიც სხვა მხრივ სრულიად ჯანმრთელია და ჩვენ უნდა გამოვულოცოთ, ხო? ეგზორციზმი ქრისტიანობაშიც, ისლამშიც ასეა, რა? ქრისტიანობაში საგანგებო ლოცვები არსებობს, ამისთვის სახარებიდან კითხულობენ და უამრავი გნებავთ, ესე იგი, მართლმადიდებლურ სამყაროში, ქრისტიანულში, გნებავთ კათოლიკურში, საგანგებო რიტუალები, ლოცვები არის ამისათვის, რომ ესე იგი კვეთებულს რასაც ისახიან, კვეთებულის ლოცვებს, რომ იგი დაიხსნა ნავსულისაგან. და აქაც ზუსტად ესე იგი ეს თემა, სხვადასხვა შიგადაში გონს მოდის რაღაცა და მერე ისევ იბნიდება, ხო, რაღაც. მერე მესამე დღეს ამბობს, რომ არა, ნუ არ შეიძლება ასე. აქ აყოფნას შემიტყობენ თუ რატო არა ეს ამ დღეშიო და თავს შემოუძახებს და ადგება და მერე ვიცით ის სიხარული თავ და ფეხშიშველი რომ მორბის ფარსადანი როცა იგებს რომ გონს მოვიდა არიქა მოკლედ ეცემა და იხუტებს ამ ჩვენს ტარიელს. დიახ, ესე იგი ეს ერთი თემა ის რომ ყურანი უკვე ორჯერ ვნახეთ რომ მოიხსენიება, ერთი მუყრნის ფორმაში, მეორე არის რომ მათ ხელთა ქონდა მუსაფი, ხო? აქ რა თქმა უნდა ცოტა წამწდება ლირიული გადახვევა რო გავაკეთოთ. არის ასეთი აზრი რუსთველოლოგიაში კორნელი კეკელიძის ხაზით გაბატონებული რომ რუსთაველი დასცინის ისლამს. აი მაგალითად უწოდებს მას ესე იგი ყურანს ჩმახულსო. არა და ნახეთ ხო, იქ ამბობს რომ მათ ხელთა ქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან, მტერდაცემული ვეგონი არ ვიცი რას ჩმახვიდიან, როგორც ასეთი და კორნელი კეკელიძის ლოგიკით ესე იგი ყურანზე ამბობს, ისლამზე, მოლებზე ამბობს, რომ ისინი ჩმახან. ეს ასე არ არის ჩემი აზრით, კონკრეტულად ჩმახვიდიან არ იხსენიება მუსაფის კონტექსტში, ამბობს ასე, მათ ხელთა ქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან, ხო არ ამბობს რომ მათ ხელთა ქონდა მუსაფი, არ ვიცი რას ჩმახვიდიან. ამბობს ყოველნი იკითხვიდიან. და მტერდაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდიან, მიემართება არა მხოლოდ სასულიერო პირებს,
არამედ ყველას, ვისაც ის ასე გონია. და რატო? იმიტომ რომ ეს ამბობს, რომ მე სიყვარული დამემართა რა ის ავსული, ხო? ანუ როგორ შეიძლება სიყვარული ღვთაებრივი რამ, ღვთაებრივი თუნდაც წმინდა წიგნის, ესე იგი, კითხვით განაღდებნო და განდევნო, ხო? ეს ხო ამაო მარშვრალობაა, ცუდი ფუჭი საქმიანობაა და ამაზე ამბობს და ჩმახვასაც სულხან-საბა განმარტავს როგორც ცუდად მithქმა მოთქმულს, აი ასეც. ანუ ხმები დადიოდა, რომ მე ავსულმა შემიპყრო და არ ვიცი რა ჩმახვიდიან, ანუ ეს არის ჩმახვა, იმიტომ რომ მე ამბობს მომდევნო იმაში, რომ სენით ამ თქويس გამა ბელზებელითა. ბელზებელი ერთ-ერთი ეშმაკის მარჯვენა ხელი იყო, როგორც ასეთი და ძლიერ ესე იგი სატანის დამხმარეთ მიიჩნევა ავსულად, ასევე ხო, ვისაც ეკვეთება ძალიან ისეთ თემა. ისე ფილმებში მივიდივართ, იქაც სწორედ ესე იგი ძირითადად ბელზებელი ეკვეთება ხოლმე ადამიანებს. დიახ. ხო. ეხლა აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ კარგი, თქვა თუ ჩავთვლით, რომ აქ მაინც თითქოს ისე ჩანს, რომ მაინც ყურანს გარკვეული თვალსაზრისით კონტექსტუალურად რატო სახამუშოა, რომ ყურანთან ერთად ჩამახვაცაც იყენებს ამ ერთ ასე ვთქვათ სტრიქონში, მაშინ რა ვუყოთ მეორეს, ახლა დავუბრუნდეთ ნიუანსერითიც დავიწყეთ, რომ ხვარაზმშას, ანუ თათბირის შემდეგ, რომ ხვარაზმშას ძეს მიათხოვონ დედოფალი და ის ხმას არიღებს და გაბრაზებული ნესტანი, ესე იგი, იხმობს თავისთან ტარიელს, ხო? მიდის და რას ხედავს, რომ ესე იგი ქვეწვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ გამეხებული. პირველად ნესტანის შედარება ვეფხთან აქ არის. ძალიან გაბრაზებულია, ხო? ისეთი, რა ვიცი, ცეცხლებს ყრის პირიდან. შეიძლება ითქვას და ეუბნება, რომ შენ ჩვენ სიყვარულს უღალატე. იმიტომ რომ შენ წინ არ აღუდეკ ამას, აშკარად მათხოვებენ სხვაზე და შენ როგორც მიჯნურს გევალებოდა, რომ დაგეცვი, ხო? იქ გეთქვა, რომ ასე არ არის, დაგეკრა მაგიდაზე მუშტი და ის არის, რა ქვია, გაგეპროტესტებინა. და ოკეი, თუ აღარ გიყვარ ვარ, მაშინ მე მივთხოვდები მაგას, მაგრამ შენც არ დაგაყენებ აქ. გადაკარგავ აქედან საერთოდ და იქ ტარიელი ახლა ისმენს ამ ყველაფერს, ხო? მისი აზრით უსამართლო, ესე იგი, კრიტიკას და იქ ამბობს, შევხედენ ვნახე სასტუნალ მუსაფი გაშლით მდებარე. ხო, იქ ბალიშზე არის ყურანი გაშლილი. ავიღე ავდექ მე ღვთისა და მერმე მათი მქებარე. ანუ ხელში იღებს ამ წმინდა წიგნს, ყურანს, დგება ფეხზე და ჯერ ღმერთს უძღვნის დიდებას, როგორც ასეც და მერე ამათ, ასე ვთქვათ. ამათში ანუ იგულისხმება ნესტანი და ასმათი, ხო? და იქ რას შვება? იქ ამბობს, რომ აი გეფიცები ამ ყურანის ხელში ამბობს, რომ მე შენთვის არ მიღალატია, უბრალოდ ეტიკეტი დავიცვი. იმ თათბირზე, როდესაც არის, რომ მე რო გული მომეწურა და რაღაცაო, იქ მიხვდი, რომ ეს თათბირი იყო ფორმალური. ფორმალური თათბირი იყო, როგორც ფორმალური იყო მაგალითად თათბირი როსტევანისა ვეზირებთან, თინათინის გამეფების ამბავზე. და იქ ელაქუცებიან ვეზირები, ხო? ლეკვი ლომისა სწორია, თუ იყოს თუნდა ხვადია, თუ იყოს თუნდა ხვადია და ეს მიჩნეულია, რომ აბა, ჩემო ბატონო, ვეფხისტყაოსანი ქადაგებს ქალთა და მამაკაცთა თანასწორობას, ხო? სამწუხაროდ ასე არ არის პირდაპირ, მაგრამ გარკვეულ ამბებში არის, მაგრამ არ არის კიდევაც, ხო? ეს ცოტა ფართო სამსჯელოა. პირველი არ არის, იმიტომ რომ ლომი ვინაა აქ? ლომი არის როსტევანი, ხო? ანუ ჩვეულებრივი გლეხის შვილი და კი არ არის, ანუ ლეკვი ლომისა. ლეკვი ვერ იქნება იმიტომ რომ არისტოკრატია არ არის, მეფე არ არის, ხო? აქ არის ესე იგი არისტოკრატია, მეფეზე მიდის საქმე, უფრო სწორად. მეფის შვილია, შვილებს შორის არ არის გარჩევა. სხვებს შვილებს შორის არის გარჩევა კი. იქ მან ჩვენ ლომობაზე და ვეფხობაზე ვერ ვილაპარაკებთ, ხო? და აქ ეტიკეტია, ლაქუცია, ქება ერთგვარი, რომ აი მეფე თქვენი ცუდი მსჯელობაც კი ჩვენ გვირჩევნია კარგს და ასე შემდეგ ეს ვეზირები არიან, კონფორმისტი ხალხია. აქაც ასეა. და ტარიელი ამას ხვდება, რომ გადაწყვეტილი აქვთ. უბრალოდ ეს საბჭო ატარებს ფორმალურ ხასიათს, ხო? ეს არის ყურანის ხსენების მესამე თემა, ანუ პირველი მუყორნი იყო, მეორე მათხელთა ქონდა მუსაფი და მერე შევხედე ვნახე სასტუნალ მუსაფი გაშლით მდებარე მესამე გახლავთ. მეოთხეს რაც შეეხება ჩვენ უკვე უნდა გადავიდეთ აქეთკენ, ამას ხვდებით ჩვენ გულანშაროში, როდესაც ფატმანი უყვება ნესტან დარეჯანის ამბავს ავთანდეს, ხო?
და იქ ესე იგიო მეო რომ ვნახე და გამოვიხსენი ეს და გავიგე ვინ იყო, შემდეგ მე მჭირდებოდა მოკავშირე იმისათვის რომ ნესტანი დამებრუნებინა ინდოეთში და ვნახე ეს ასეთი მოკავშირე, ანუ დავისახე ჩემი ქმარი უსენი და ფიჩის ქვეშ ვუთხარი რომ ამის სამყოფლოს არავის ანუ არ ეტყო და ამის ნესტანის თაობაზე არავის არაფერს არ ეტყო და ის არის რა ქვია და დაეხმარებოდა იმას, ხო, რა ქვია, გაპარვაში და ინდოეთში ჩაყვანაში. ხო. აქო რა ქნაო, ანუ წავიდა ჩემი ეს ქმარი უსენი, გაბრაზებული ლაპარაკობს, მეფის წინა სვამრავალი ჭიქანი და სხვა ფარჩინი და სხვა დასტაკანი, მერე სხვა ფარჩინი და სხვა ჭიქანი, ანუ დაიწყო დიდი სმა და დათვრა ეს ჩვენი უსენი. თან ეკონომიკის მინისტრია, იმიტომ რომ ვაჭრობაზე დგას გულანშარო და ესეც ვაჭარ თუხუცესია რა. უთხრა რომ აი შენი შვილი საკადრისი სარძლო ყავს სახში. და ესე იგი მოვიდნენ და წაიყვანეს ამაზე არის გაბრაზებული, გაგიჟებული ეს ჩვენი ისა, როგორ დამაღალატაო და ამბობს რომ უსენსო დაავიწყნეს იგი ფიცი, რა მუსაფი, რა მაქანი. ანუ ორ რაღაცაზე, წმინდა რაღაცაზე დააფიცა, ესე იგი ფატმანმა უქმარი უსენი, ხო? ერთი ყურანზე რო არ გასცემდა და მეორე მაქანი, ანუ მექა, ანუ მუსლიმთა წმინდა ქალაქი. ხო, ორივე დაივიწყა მთვრალმაო და მოკლედ ასეთი ამბავი დაგმართაო, ეხლა არის ნესტანი ქაჯეთის ციხეშიო. ახლა დავბრუნდეთ ჩვენ ისევ არაბეთში, ხო? ავთანდილი ნახა ტარიელი, გაიგო მისი ამბავი. ტარიელმა უთხრა რომ მე ისედაც ვხვდები და ცუდ დღეში ვარ როგორც ასეთი, ასე რომ შენ წადი იბედნიერე. ამან გადაასხვაფერა მთლიანად მისი ტრაგიზმის და ტრაგიკულობის, ასე ვთქვათ, სიღრმემ ავთანდილის პიროვნება. მანამდე ავთანდილი ცოტა სხვანაირად, ესე იგი, ფიქრობს და უბრალოდ მისი სტიმული არის თინათინისაგან, ესე იგი, მისი წარგზავნა. რომ უყვარს თინათინი და თინათინი პირდება რომ თუ 3 წელი მოძებნის და თუ ვერ მოძებნა არ აქვს მნიშვნელობა, გაყვება მაგას, ეს არის მისი ასე ვთქვათ სტიმული მოქმედების. შემდგომ ტარიელს რო დაინახავს, მთლიანად გადასხვაფერდება, თავის პირად ბედნიერებაზე თინათინთან უარს ამბობს და მეორედ უნდა წავიდეს საძებნელად. პირველ წასვლაზე მოატყუა როსტევანი და უთხრა რომ ჩვენ რო ახლა ქალი გავამეფეთ, ჩვენი მეზობელი ქვეყნები იფიქრებიან რომ დავსუსტითო. ამიტომ მე ახლა წავალ და ჩემი მკლავის სიმაგრეს მაჩვენებ მაგათო. რაზეც გაიხარა იმან, რა ქვია, როსტევანმა. მე იცით რომ ესე იგი ანდერძი დაწერა, შერმადინს უთხრა რომ 3 წელი როცა შესრულდება, მაშინ მიართვიო რომ ეტყობა ესე იგი მე მოკვდიო და გამიაზატე ისინი, რა ქვია, მონები, ათავისუფლე მონები და ასე შემდეგ. მაგრამ ცოცხალი ბრუნდება, ხო? და უყვება რომ ეს მართლაც თინათინის თეზისი რომ ეს ბოროტი და ავსული ეშმაკი არ არის, როგორც როსტევანს ეგონა, არამედ არის ადამიანი, რომელსაც ადგას დიდი რამ გაჭირვება, ესე იგი და გაიხარებს ამაზე როსტევანი. და ეხლა ეს ამბობს რომ მე უნდა წავიდე იმას დავეხმარო. და როსტევანს ცოცხალი თავით არ უნდა გაუშვას ავთანდილი, რატომ არ უნდა? იმიტომ რომ სიძეთ ეგულება. ხო, მისი ეგ პროვოცირებაც პირველ ნადირობაზე, რომ ჩემი მსგავსი სამწუხაროდ ვაჟკაცი აღარ დარჩა, ცოტა ავთანდილი მებაძება ისიც ის რომ იმიტომ რომ მე აღზარდი და ამაზე ავთანდის რო ეღიმება ტუჩის კუთხით რაღაცა და ამბობს რატო და აფიცებს თამზეს რომ არაფერს დამიშავებოდა თქვიო და იტყვის რომ შენზე გაიხმლის მქნეველიცა ვარ, ქნეველიც. ისრის მსროლელიც და ცხენის მჭენელებელიცო და წავუდგნენ მე მოინადირებენ მართლაც დაჯავნის, ხო, ავთანდელი როსტევანს და როსტევანს უხარია რა და წააგო რომ თავი 3 დღე სასახლეში თავშიშველმა უნდა იაროს, ანუ ქუდი არ უნდა დაიფაროს, ხო. და უჩნს ვითამ ღერა ნარდის, ანუ ნარდის თამაშია. რატო უხარია წაგება? იმიტომ რომ ხედავს რომ ხო, ოკეი, ეს ქალი არის, გასაგებია და მას ღირსეული თანამეცხედრე ეყოლება. და ეხლა ჯერ 3 წელი იყო და მე სანამ ჩამოვიდო და იმ დღეს წერილი რო გახსნეს რომ მოკვდი და ამაში ვიყავიო და იმას თავისი ელდა სცადა კი ნაღამ იმ ფაქტი დაემართა და როსტევანს და მე რო გამოჩნდა და გულს მოეშვა, ახლა კიდე ამბობს კიდევ წავალ უფრო უარესში მიდის, ხო? არ ვიცით ის გოგო სად არის, რამდენი წლის წავა ეშველება და არა და უწევს გაპარვა.
და მე ანდერწერს ისევ კიდე, ხო? ანუ მეფეს უწერს მთლიანად იმას, ესეც საინტერესოა, ხო? ანუ თუ ჩვენ იმ ბრძენ კაცთაგან ნასწავლი და ფილოსოფოსთაგან ნასწავლი რაც გვაქვსო, ხო? ის არ დავინერგეთ, ანუ მოყვას ეს სიყვარულის ამბავი ჩვენ ცხოვრებაში, მაშინ ამ ნასწავლს, ამ დარიგებას, დიდაქტიკას რა აზრია, ხო? არაფერი. ხო და არსებობს, მაგრამ იცის რომ ძალიან რთულ მისიაში მიდის. მისიით მიდის ძალიან რთული მისიით, მართლაც. და ესე იგი, ავთანდილის ლოცვა. ახლა ისმის კითხვა, სად ლოცულობს ავთანდილი, ხო? მთლიანად, ანუ ჯერ ერთი, ხო, ის ლოცვა ძალიან საინტერესო თემაა, თავისი შინაარსითაც, აგებულებითაც, მაგრამ სად ლოცულობს ავთანდილი? აი საინტერესო არის ეგ. სახლში? სასახლეში? მინდორში? ხო, ჩვენ ამოღებულია ეგ სიტყვა სამწუხაროდ, აღარ ისწავლება და ეს ტექსტზე მე პირადად ძალადობად მიმაჩნია. ავთანდილი ლოცულობს მიზგიტში, ანუ მეჩეთში. ხელნაწერებში, რაც მე მინახავს, ასეა. ასე იყო 1712 წელს ვახტანგის გამოცემაშიც, რომელიც ესე იგი ხელნაწერების საფუძველზე შეადგინა მან და იქ წერია ავთანდილის ლოცვა მიზგიტას. ხო. მაგრამ ეს კომუნისტების შემდგომ მგონი სიტყვა ამოიღეს როგორც საჩოთირო, უბრალოდ ამ პერიოდში. ხო. ეს არ არის სწორი. ესე იგი, ავთანდილი ლოცულობს მეჩეთში. ამ საკითხზე აქცენტს აკეთებდა ნიკო მარიც, ჩემ მიერ ხსენებულ წერილში, ხო? ავთანდილი კი ლოცულობს მეჩეთში, მაგრამ ისე ლოცულობს, რომ ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი ისლამისთვის და გამოაგდებდნენ ასეთი ლოცვისთვის მეჩეთიდან. მე პირადად ცოტა უცნაურად მეჩვენება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სახელია ნიკო მარი, ზოგადად ყველანაირ მეცნიერებაში არ დარჩა სფერო, სადაც არ მოღვაწევა ალბათ მას. იქნება ეს ენათ მეცნიერება, იქნება ეს ლიტერატურა და სხვადასხვა საკითხები. ხომ, ისტორიაშიც არანაკლებ და აი ასეთ დასკვნა, ანუ კითხულობ და ეს არ არის, ხო, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის კანონიკური ლოცვა, ანუ ნამაზი. არაბულად სალათ. არ არის ეს და შოთა რუსთაველის ეს თემა არც აინტერესებს, ხო? ის ჩვენ ანუ სარიტუალო ლოცვას კი არ გვაჩვენებს, ის გვაჩვენებს ადამიანის, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ წუხილებს, ტანჯვას და შეწევნის თხოვნას ღვთისადმი, ხო? მიდის რაღაცა გაურკვევლობაში და ბოლოს აღთქმით სრულდება ეს ლოცვა, ხო? თუ გადავჭე მე ცოცხალი, შენ და მსხვერპლს შემოგწირვიდე, ხო? ანუ თუ გადავჭებიო, მსხვერპლს შემოგწირავ, ბოლოს ამბობს ასეც, ხო? დიახ, ასეთი ლოცვები, როგორც ასეთი, არის მრავლად საგმირო ეპოსებში, არის შაჰნამეში მაგალითად, როდესაც როსტომს ძალიან გაუჭირდება ზურაბთან ბრძოლა, ზურაბი მისი შვილია, თაჰმინესგან ყავს, რომელიც ესე იგი არის თურანში, როსტომი ირანელი გახლავთ, მთავარი სპარსეთისა და ამ კავშირის შემდეგ, ქორწილების შემდეგ, ესე იგი თაჰმინა არ ისურვებს იმას, რომ ირანში ჩამოვიდეს, რჩება თავის სამშობლოში და ის ამბობს, რომ აგერ მაშინ ჩემი სამკლაური, თუ ბიჭი მეყოლება, მკლავზე შეაბი, ჩამოვიდეს და ვიცნობ. ნუ ჩემი შვილია, როგორც ასეთი. ხო და მე გაიზრდება ეს ზურაბი, დადგება რაღაცა ისეთი უბადლო ვაჟკაცი, გაიგებს, რომ როსტომის ძეა და დედამის ეუბნება, რომ ოკეი, ეხლა მე რას ვიზამ, მე წავალ, დავიყრობ სპარსეთს, მამაჩემს გავამეფებ იქ, შენც დედოფლად შემოგსვამ და ორივე მშობლის ერთად ნახვა უნდა და გაყრილი მშობლების, ასე ვთქვათ, ტრამვირებული ამ თვალსაზრისით მის ცნობიერება და ამას იგებს ისა, რა ქვია, აფრასიაბი, თურანის მეფე და ეტყვის, რომ ძალიან მაგარი იდეაა, კი, ზუსტად და მე შენ გაახლებ ჯარს და ჯარს აახლებს, ორ მხედართ თავარსაც მოადგილეთ დაუნიშნავს და იმათ დაარიგებს, რომ ისე ქენით, რომ მამამ და შვილმა რაც შეიძლება გვიან გაიგონ ერთმანეთის არსებობის შესახებ. ანუ როსტომმა ჯერ ვერ იცნოს ეს. ხო და მოკლედ წამოვა საზღვარზე ალაგმავს მთლიანად ესე ახვეთს მტვერივით იმას
ამ ესე იგი სპარსელთა ჯარს და გამოდის როსტომი, მაგრამ პირველ შერკინებაზე, ანუ როსტომს წესად ჰქონდა, რომ თავის სახელს არ ეუბნებოდა იმას მტერს, იმიტომ რომ ფიქრობდა თუ მე ვინმე მძლევს და უკვე ვეყოლები მკვდრად, მაშინ უკვე აღარაფერი დარჩება, ხო? ეს ძალიან თამამად წალეკავს ირანს, ამიტომაც თავის სახელს არ ეუბნება. ამას კი ეცნობა რაღაცა ნიშნებით, რომ აი გონი ჩვენ ერთმანეთს გავართ და მამაჩემი ხომ არა ხარ და ეს ამბობს არავინ რაღაცა და პირველ იმაზე დაჯაბნის, ლამის მოკლას, მეორეზე დაჯაბნის, უკვე მესამედ უნდა შეიბა და მეორე დღეს თუ რაღაცა ეს მიდის წყალთან და ღმერთს ევედრება, რომ ძალიან ცუდ დღეში ვართ. ხო და შენ უნდა დამეხმარო მე იმისათვის, რომ ეს განსაცდელი ავარიდო ირანს, ხო? მე ტრაგედიით სრულდება, მე გვიან იგებს, რომ თურმე მისი შვილი ყოფილა, მას შემდეგ რაც მზაკრობით გულს გაუპობს, ხო, ზურაბს. ხო. აქაც აი ეს, როდესაც გმირი გრძნობს დაუძლურებას, რაღაცა ესე იგი, რაც ღმერთს არა წადდეს, არა საქმე არ იქნების თემას და იქ უნდა რომ ესე იგი ღმერთს ეს წადოდეს, რასაც ის აკეთებს, ის ლოცვად დადგრება, ხო? და ამ შემთხვევაში ეს ლოცვა აღესრულება არც მეტი, არც ნაკლები თვითონ უშუალოდ, ესე იგი, მეჩეთში, ხო? კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ისლამთან დაკავშირებით, იყო უკრაინელი წარმოშობის სახელი ახლა ამავიწყდა წერალი, უпростоროდ მეცნიერი, რომელიც ფატმანისა და ავთანდილის საჩოთირო სქესობრივ კავშირს წერს და იქ ამბობს, რომ ესო მუსლიმებისთვის იყო წესიო, როდესაც სხვაგან მიდიოდნენ, ისინი შედიოდნენ, ირთავდნენ სხვა ქალებს ცოლადო. ეს ისლამამდელი პერიოდია, ის ტრადიცია იყო, რომელიც მოგვიანებით შეითვისა ისლამმა, ხოლო სუნიტურმა ისლამმა მასზე უარი თქვა დოქტრინალურად, მაგრამ რაღაცეებში კიდევ დაუშვა, ხო? საქმე გახლავთ, ესე იგი, მუთას ან სპარსულად რო ვთქვა, ციღას ეხება, ეს არის დროებითი ქორწინება. მართლაც იყო ხოლმე ასეთი კავშირი, ურთიერთობები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიდიოდნენ ომშიც და უფრო სავაჭროდ წინა ისლამურ ხანაში, როდესაც ამ დროებით ქორწინებაში შედიოდნენ, ეს შეიძლება ყოფილიყო 1 საათიანიც და 99 წლიანიც, ასე ვთქვათ, ასეთი კავშირი, ხო? თუმცა ისლამის პერიოდში თავისი წესყაიდა ჰქონდა, ანუ დროებით საქორწინო კავშირში ვერ შეხვიდოდი გათხოვილ ქალთან, ვერ შეხვიდოდი ამ ქალის, ესე იგი, სურვილის გარეშე, მე ავტომატურად, როდესაც ეს, ანუ პერიოდი წინასწარ უნდა ყოფილიყო ცნობილი თუ რამდენი ხნით იდებოდა ეს კავშირი, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, ამ პერიოდის გავლის შემდეგ ავტომატურად გაყრილებად მიიჩნეოდნენ, გაყრის შემთხვევაში უკვე ქალს ქონდა 4 თვე იდას პერიოდი ქვია მას, როდესაც სხვა მამაკაცთან ამ პერიოდამდე გასვლამდე ურთიერთობა არ უნდა ქონოდა, ამას ქონდა ორი მიზანი, რომ ესე იგი ბავშვის მამა გარკვეულიყო დაფეხმძიმების შემთხვევაში, ან კიდევ არის ასეთი თემა, რომ ქალის სხეული გაწმენდილიყო მამაკაცის ჰორმონებისაგან და ანუ წინა მამაკაცის ჰორმონებში არ შერეულიყო ახალი მამაკაცის ისა ჰორმონები, როგორც ასეთის. ხო, აი ეს თემები იყო და აქედან გამომდინარე ის მეცნიერი მიიჩნევდა, რომ ავთანდილისა და ფატმანის ურთიერთობა, რომელიც ევროპული სარაინდო ლიტერატურისთვის არის ყურით გაუგონარი რაღაცა, ანუ მიუღებელი, ხო? ლანსელოტი და დედოფალი გვენევრა სხვა იმით, ხო? ერთმანეთი უყვართ, ლანსელოტს უყვარს ის და როდესაც დაჭრილი მივა და უმკურნალებს მას რაინდების და ერთ-ერთი და მკურნალობაში შეუყვარდება ლანსელოტი და ეუბნება, რომ მე შემიყვარ ხარ, ლანსელოტი ეუბნება, რომ არა, ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ მე აღთქმა ფიცი და ჩემი გული მიძღვნილი მაქვს დედოფალ გვენევრასათვის, რომელიც მეფე არტურის ცოლია. ხო, ესე იგი ლანსელოტმა იცის, რომ ვერასოდეს ის ანუ გათხოვილ ქალთან მას ვერ ექნება ვერანაირი კონტაქტი საერთოდ, როგორც ასეთი, ანუ მრუშობა ეს. ხო, და ეს რაინდები ხო ბერები იყვნენ თავიდან, ტამპლიერები, დომინიკელები, ფრანცისკანელები და ასე შემდეგ.
ხო. აქაც უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის მუსლიმური თემა, წმინდა წყლის მრუშობაა. ავთანდილისა და ფატმანის ურთიერთობა ისლამური კანონებიდან, დროებითი ქორწინების კანონებიდან გამომდინარეც, რადგან ესე იგი ფატმანი არის გათხოვილი. თვითონ ფატმანი არის ძალიან საინტერესო ქალი და ტიპაჟი, აშკარად მას წყურია სიყვარული, საზეო სიყვარული, ასე ვთქვათ. ოღონდ ის ეთყობა, ანუ უსიყვარულოდ არის გათხოვილი, ხო? არ უყვარს თავისი ქმარი და მისი ეს ქმარიც არის მერკანტილური აზროვნების ადამიანი, ვაჭრუკანა, თუმცა დიდი მასშტაბის, რა თქმა უნდა, ვაჭარ-თუხუცესია, ძალიან მდიდარი კაცია, მაგრამ თავისი აზროვნების წესით ის არ არის არისტოკრატიის წარმომადგენელი, როგორც ასეთი და არისტოკრატია ყოველთვის ზემოდან ქვემოთ უყურებს იმას, რა ქვია, ესე იგი, ვაჭართა კასტას, ხო? და მან ფატმანს ეს არ უნდა, ფატმანს სიყვარული უნდა, ის ძალიან მართლა უნდა სიყვარული და ეს რომ მიათხოვეს ამას, თავი გაყიდული გონია და ამიტომაც ვინც მოსწონს ხოლმე, იმასთან იჭერს კავშირს, ანუ საყვარლები ყავს და ერთ-ერთი ჭაშნაგერი იყო, მე მოეწონა ავთანდილი და ავთანდილ წერილი მიწერა, რომ შემიყვარდი, მოდიო, ხო? და ავთანდილი რას ამბობს, რომ ანუ რა მოუჩმახავს ეს რა წერილი მოუწერიაო, ხო? და მე ამბობს რა ქვია, რა ყვავი ვარცა იშოვის, თავი ბულბული გონია, ხო? ანუ სადმე სადის. მაგრამ ფატმამ ხო არის ის ჯერეს ვინ არის, ხო? და ვაჭრულად გამოეწყო, მივიდა და ახლა ფატმანი ძალიანაც გაკვირდებოდა და იტყოდა, რომ რას ინაზება ერთი და რას იტყლარჭება ეს ისა ვაჭარი არ არის, კაცო? და მეც სანატრელი ქალი უნდა ვიყო წესით მისთვის, იმიტომ რომ ვაჭარ-თუხუცესის ცოლი ვარ, ხო? პირიქით, ანუ პატივი დავდეო. მაგრამ მან ხო არის ის რომ ეს შენიღბულია ავთანდილი და მერე იგებს ამ ყველაფერს, ხო? და კიდევ ერთი ამბავი, ხო, ვაჭრებთან დაკავშირებით. ერთადერთი ადგილი, სადაც კონკრეტულად სახელდებით იხსენიება ისლამი, როგორც ასეთი და არა ვთქვათ გაშუალებულად მუსაფი მაქა და ასე შემდეგ, არის მობაღდადელ ვაჭრებთან დაკავშირებით. აი, გაგახსენებთ, როდესაც ავთანდილი ჩადის, ესე იგი, ფრიდონთან, ეტყვის, რომ ვეძებნეს ნადარეჯანს და სთხოვს, რომ ის ადგილი მაჩვენე, საიდანაც ეს გემი წავიდაო, ხო? და ის აჩვენებს, რომ აი ის მიმართულებით, ესე იგი, გაცურაო ემო, კიდობანმაო და ეს გამოემშვიდობება და ახლა მას სჭირდება გემი, რომ ჩავიდეს მათ. და მოდის სანაპიროზე, პორტში ალბათ და ხედავს, რომ გემი დგას და ვიღაც ვაჭრები არიან მოღუშულები ძალიან სევდიანები და უგნება რომ რა გჭირთო და ესენი ნახავენ ამის მხარბეჭს, მკლავებს და ასე შემდეგ და ანუ ხედავენ რომ მებრძოლია რა და მოდის ეს რომ ჰუსენინი ქვია იმ ვაჭარს რომ თქვა რომ გარდახტა კადრეს ჩვენ ვართო მობაღდადელნი ვაჭარნი მაჰმადის ჯულის მჭირავნი აროდეს გვისმან მაჭარნი ანუ არასოდეს არ დაგვილევია ესე იგი სპირტიანი სასმელიო და მუსლიმები ვართ ეუბნებიან. ხო, აქაც ესეც იყო საფუძველი იმისა, რომ რუსთაველისეულ სარკაზმად განეხილად და დაცინვად ისლამისა ქართულ რუსთველოლოგიაში, ხო? რაც არ არის არსებითაც სწორი და სხვანაირად ამბობს, რომ ანუ ესენი არ სვამენ, მაგრამ ტარიელთან, ავთანდილთან, ფრიდონთან ყველა სვამს, ხო? ესე იგი გამოდის, რომ ვინც სვამს ის ქრისტიანია, ვინც არ სვამს ის მუსლიმია, რაც არ მტკიცდება ასე. იმიტომ რომ მაშინ ვაჭარ-თუხუცესი უსენი რატომ სვამს, ხო? ამდენი დასტაკანი და სხვა ჭიქანი და სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი, ანუ განსხვავებულზეც კი გადავიდა. ხო, ან მაშინ თუ ღვინო იმას იზამს, რა ქვია, აპირობებს იმას, რომ ესე იგი მუსლიმი არ უნდა იყო, მაშინ მუსლიმ ჰუსენი, რომელმაც ყურანი და მექა დაიფიცა, რატო სვამს? და მისი მეფე რატო სვამს, გულანშაროს მეფე. ანუ ეს არის ძალიან ისეთი, აქ სხვა რამეა. საქმე გახლავთ ის, რომ გამომდინარე იქიდან, რომ თქვა წინასწარმეტყველები ყოველთვის რაღაცა საქმით იყვნენ დაკავებულები, ეგ საქმე ითვლებოდა წმინდად შემდგომში, ხო? მაგალითად, წინასწარმეტყველი მოსე მწყემსავდა, ხო, იმებს და ბევრი მწყემსი წინასწარმეტყველი ვიცით. შემდეგ მუჰამადი ვაჭრობდა და ვაჭრობა იყო
სამართლიანი და კეთილსინდისიერი ვაჭრობა ღვთისმოსაობასთან გათანაბრებული. და ვინაიდან ვაჭრები სულ დადიოდნენ, სადაც მიდიოდნენ სავაჭროდ, იქ წმინდა ადგილები თუ იყო, აუცილებლად მოილოცავდნენ. მაგალითად, თუ ჩავიდოდნენ მექაში, აუცილებლად მექას მოილოცავდნენ, ხო? და ეს იყო ორმაგი სარგებელი, ანუ საქვეყნო და სულიერი სარგებლის მოხელთების თემა. და ამით, ესე იგი, ავთანდილის წინაშე მათ თავი მოაქვთ, რომ ჩვენ კარგი ხალხი ვართ და ზედმიწევნით ვიცავთ ისლამის მოთხოვნებს. აროდეს გვისმან მაჭარნი. ხო, არისტოკრატია სვამდა შიგადაში კი. ფარულად თუ ცხრადად. ოსმალო სულთნებიც ყველა რა თქმა უნდა, თუმცა სხვებიც სვამდნენ, მაგრამ ეს ხომ დოქტრინალურად არ იყო ასე მიღებული, ხო? და ეს ამბობს, რომ ეხლა დღესაც როგორც არიან რელიგიური და არარელიგიური ხალხი, თუნდაც მუსლიმური წარმოშობის, ან ქრისტიანულის, მაგალითად, არაიმრუშო წერია ქრისტიანობაში, ხო? ისლამშისაც წერია და ყველა ასრულებს ამას, არა. მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ვინც მრუშობს, ის არ არის ან ქრისტიანი, ან მუსლიმი, ხო? არა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის ცუდი ქრისტიანი და ცუდი მუსლიმი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მას რჯულისგან ვერ მოვკვეთთ, იმიტომ რომ მას აქვს სიცოცხლის პერიოდში რაღაცა დრო მონანიების და ან მოინანიებს, ან არ მოინანიებს და მერე ღმერთი განჩის მაგას, ხო? ან თვალსაზრისით, აქაც ასეა. ანუ ის ამ ვაჭარს თავი მოაქვს იმაზე, რომ მე, ოკეი, მარტო მუსლიმი კი არა ვარ, ზედმიწევნით მისი მოთხოვნების რიტუალების აღსრულებელი ვარ, აკრძალვების მიმყოლიც ვარ, ანუ მორწმუნე კაცი ვარო ეუბნება. აროდეს გვისმან მაჭარნი, ხო? და ბაღდადიდან ვარ თუ, ანუ ერაყიდან, ხო? ერთი ქვეყანა კიდე შემოდის მუსლიმური ამ თვალსაზრისით. ხო? ასე რომ კიდევ რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ესე იგი მუსლიმური ვეფხისტყაოსნის მუსლიმური ნაკადიდან, მაგრამ კიდევ დამეჯითებით გავიმეორებ, რომ ეს არ გამორიცხავს ქრისტიანობის არსებობას ანტიკურზე, ხო, ლაპარაკეთ ზედმეტია ვეფხისტყაოსანში, ხო? პირიქით, ეს ყველაფერი თანაა არსებობს, უბრალოდ გმირები არიან მუსლიმები და ეს არაფერს არ აკლებს ამ ნაწარმოებს და კარგი იქნებოდა, რომ მიზგითიც დაბრუნებულიყო მაგალითად იმ სათაურში. ეს უფრო დიდ იმას გამოიწვევდა, ასე ვთქვათ, უფრო მრავალფეროვნების ხაზგასმა იქნებოდა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ტექსტის ასეთი ხელოვნური ჩარევა ტექსტში შემდგომ ჩვენ, ესე იგი, გვიბიძებს იმისაკენ, რომ არასწორად გავიგოთ ის და არასწორად ვაინტერპრეტიროთ და ჭეშმარიტება ასე არ დგინდება, ხო? თუ დაგაინტერესებთ, მაშინ გეტყვით მოყვას ის თემასთან დაკავშირებით, ქრისტიანობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირველი თემა, რომ რომელმან შექმნა სამყარო ძალით და მიწიერით, ეს რომელმან დასტურდება ბიბლიაში. და ამ შემთხვევაში ვთქვათ იუდაიზმის მიმდევარმა შეიძლება თქვას, რომ ეს მოსესთან, ესე იგი, დგინდება, ანუ იხსენიება ასე, მოგეხსენებათ მივიდა, ნახა ცეცხლით მოელვარე ბუჩქი და მერე ხმა მოესმა, საკუთარი სახელი მოესმა და ვინ ხარ შენ და პასუხი რა არის, ხო? მე ვარ, რომელი ვარ. და რომელმან შექმნა სამყარო, აი ზუსტად იმ რომელი ვარიდან იწყებს, ესეც ძალიან სიმბოლურია, ხო? ანუ კონკრეტულად არ ამბობს, რომ ალაჰმა შექმნა სამყარო, ან სამებამ შექმნა სამყარო, ან მამაღმერთმა შექმნა სამყარო, ან ბუდამ შექმნა არაფერი. რომელმან ძალიან მისტიური თემა და ამას იღებს ბიბლიიდან, ხო? ეს თემა. მეორე, ყველაზე დიდი მომენტი არის ის, რომ ცოტა საკამათო შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემი აზრით ეს პოემა თან არის სიყვარულზე, თან არ არის მარტო სიყვარულზე. იდეა სიყვარულზეა ზოგადად, მაგრამ მეორე ძლავრი იდეაა, ხო? ესე იგი ბოროტების დამარცხება, უпростоრად ბოროტების უარსობის გამოვლენა, რომ ღმერთს ბოროტი არ შეუქმნია, ამას თინათინ ეუბნება ავთანის. აი მოდი ვიხოთ, ხო? ჩვენ ხო თან ხვდებით, რომ ბოროტებას არ აქვს თავისი არსი. ბოროტი ჩნდება იქ, სადაც სიკეთე ნაკლებია. თვითონ სატანაც ანგელოზი იყო იმ თავითვე სანამ დაეცემოდა, რო დაეცა, მერე ეს ნათელი მომოცილდა მას. ხო და თუ ასეა, მაშინ ის ადამიანი ეშმაკი არ უნდა იყოს. ზოგადად ბოროტება არ არსებობს. არსებობს გაბოროტება. ანუ ბოროტეული როგორც თავისი არსით არ არსებობს. მეც არ შეუქმნია, ხო?
და მე რა ხდება ამას? სტიმული ვთქვით ავთანდილის ამბავში. ავთანდილის სტიმული არის სიყვარული თინათინისადმი. თინათინი ამბობს, რომ ვიცი რომ გიყვარვარ, მეც მიყვარხარ. ამაზე დიდი შვება ავთანდილისთვის არ არსებობს და ამას გამოიყენებს სტიმულად. მაგრამ აქ იყოფა ხო ქალისადმი სიყვარული, მეფისადმი სიყვარული და მოყვასისადმი სიყვარულის თემა. აი აქ არის ქრისტიანობის მომენტი. ანუ მოყვასის მიუტოვებლობა, მოყვასის ესე იგი ბოლომდე მიყოლვა მოყვასისთვის გზად და ხიდად დაგება. ხო. და ამას დაფარულსა ბრძენი დივნოს, ანუ ფსევდო დიონისი არეოპაგელი გააცხადებს, ხო? ღმერთი კეთის მოავლინებს ავბოროტს არ დაბადებს. აი ეს არის ასე ვთქვათ ეს ქრისტიანული ხაზი. მე ქართულ წერლობასთან და საგალობლებთან უამრავი პარალელი ეძებნება რუსთაველს, მაგალითად მინჩხთან, მინჩხის საგალობლებიდან ვთქვათ პოულობენ ადგილს, ვთქვათ გააზრების თვალსაზრისითაც და წინადადებრივიც, ხო. ამაზე უფრო მსმენია ვინმე უშუალოდ მე წამიკითხავს მაგალითების მახსოვდა ერთ დროს ამავეც და სამწუხაროდ. დიახ. მოკლედ თემა არის ის, რომ ისლამი არის ვეფხისტყაოსანში წარმოდგენილი და არა მხოლოდ ზედაპირულად. ძალიან ისეთ სიღრმისეულადაც არის, უბრალოდ ჩვენ გვჭირდება კარგი ცოდნა მუსლიმი ფილოსოფოსების და ფილოსოფიის განმარტებლებისა. მაგალითად მე მაინტერესებს თქვათ რუსთაველში რა შეიძლება იყოს ალქინდისეული ან ალფარაბისეული ან იბნ სინასეული, ხო? ამას სჭირდება ის, რომ იმ ფილოსოფოსების შემოქმედება კარგად ვიცოდეთ და ვნახოთ მოეძებნება თუ არა, ვთქვათ, უშუალოდ პარალელი. ამას ახლა ჯერ ვერც გადასტურებ, ვერც უარყოფ, იმიტომ რომ არ ვიცი, ხო? კიდევ არის კოსმოგონია ვეფხისტყაოსნის, რომელიც ზოგადად, ესე იგი, შუა საუკუნეებრივ წარმოადგენს კოსმოსზე და მათ შორის, ასე ვთქვათ, მუსლიმურ წარმოადგენს, ემთხვევა მაგალითად მთელი ეს ვარსკვლავები და პლანეტები წარმოდგენილია ვეფხისტყაოსანში არაბული დასახელებებით. მუშთარი, ზუალი, მარეხი და ასე შემდეგ. ხო, და არა ვთქვათ ბერძნული მისი დასახელებებით, ხო? ასე რომ სააზროვნო თარგი და თემა აგების თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ხო ჩვენ სუფიზმზე არ ვილაპარაკეთ. მაგაზე ახლაც ვთქვათ 2-3 სიტყვა, მაგრამ უფრო ვიტყვი მომდევნო ჩვენ შეხვედრაზე, რომელსაც ქვია ვეფხისტყაოსანი და აღმოსავლურ მუსლიმური ლიტერატურა. ხო, ჯობია მაშინ ვთქვათ უფრო, რომ ფაქტობრივად მიყვება სუფიზმს იმ თვალსაზრისით, რომ სუფიზმის მთავარი იდეა არის ის, რომ ქალვაჟური სიყვარული იდეალურია მაშინ, თუ ვერ შედგება ამ ქვეყნად, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არ არის იდეალური, ორივე უნდა მოკვდეს და ისინი უნდა შეერთდნენ სამოთხეში. და ამას ელოდება თვითონ ტარიელიც. როდესაც გულწასულს მიაგნებს ავთანდილი ლომბებს დახოცვის თავში და ტარიელი ამბობს, რომ აი რა კარგია რომ მოხვედი, ახლა მეც უკვე გამზადებული ვარ სიკვდილად და ასე წარმოუდგენია რომ მეც მოკვდები და სამოთხეში ესე იგი მივეგებვი, მომეგებო, სამიტირდე, სამატიროს. ხო, ეს შეყრა ასე წარმოუდგენია. ეს არის ზუსტად სუფიური გააზრება ამ ყველაფერს, მაგალითად ლეილი და მაჯნუნი რო კვდებიან სამოთხეში ასე მიეგებებიან ერთმანეთს, ანუ ლეილის დედა სიზმარში ხედავს, რომ მისი შვილი და მაჯნუნი, ესე იგი სამოთხეში შეეყარნენ ერთოც. უამრავი ტანჯვა გადაიარეს, ვერც შეხვდნენ ერთმანეთს საერთოდ, მაგრამ ერთგვარი ნოუ-ჰაუ აქვს რუსთაველს, რომელიც ქორწილით ამთავრებს ამ ყველაფერს. და იქ თუ განხთობა მთავარი აზრი ის, რომ ქალის ძიებაში ღმერთს პოულობს მაჯნუნი, ხო? აქ არის ქორწილი დადასტურება იმისა, რომ ბოროტება არ არის ხანგრძლივი. ანუ დამარცხებადი ფენომენია. აი ქორწილი არის ზეიმი. იქნება ცულიერი ზეიმი დაარქვით. ხო, იმიტომ რომ ეხლა ქორწილით ამთავრებს და იმის იქით აღარ აინტერესებს, თუმცა გაგრძელებები არსებობს ვეფხისტყაოსნის და მეცნიერები ზოგი ფიქრობს, რომ რუსთველისეულია ერთი მათგანი, რასაც არ ვეთანხმები მე პირადად. თუმცა ესეც ერთგვარი ის არის, რა თქმა უნდა. საკამათოა თუ რატომ, ან დაეთანხმებით თუ არ დაეთანხმებით, იმ შემთხვევაში თუ ამაზეც ვილაპარაკებთ ზოგადად. მაგრამ მე ვარ იმ მეცნიერთა მომხრე, რომლებიც ამბობენ, რომ არა, ქორწილით დამთავრდა, ესე იგი, ვეფხისტყაოსანი და ინდო ხატაელთა ამბავი
ინდო-ხვარაზმელთა ამბავი უფრო სწორად, მე ინდო-ხატაელთაც არ ეკუთვნის მას, ხო? უფრო ინდო-ხვარაზმელებზეა. რომ ლოგიკურად ამბობენ, რომ ესე იგი უფლისწული მოკლეს და მე საწავიდა ის უფლისწული. ანუ შური არიძია ხვარაზმმა, შამ შვილის წყვილობაზე გაატარა ასე, ხარ იქნებოდა ომს გამოუცხადებდა და იქ წერია, რომ ხო, ჩემი ქვეყანა უფხრია იმას, მიეშურებიან უკვე არაბეთიდან ტარიეს ეჩქარება, რომ ინდოეთი ხვარაზმელებს აქვთ აღებული და უნდა გავათავისუფლო. მე ამას აგრძელებენ, რომ როგორ მიდიან სამივე ფრიდონის ავთანდილის ტარიესთან ერთად გააგდებენ ამ ხვარაზმელებს და დატოვებენ იქ ესე იგი დედოფლად და მეფედ ტარიეს და ნესტანს და მე რომ მოდიან და გზად ხლარ რომ უნდა გაიყარონ როგორ ტირიან ერთმანეთთან დაშორება არ უნდათ ფრიდონს და ავთანდილს. მოკლედ აი ასეთ თემები. დიდი მადლობა მოთმინებისთვის და ყურადღებისთვის. ერთი კვირის თავზე ჩვენ გვექნება უკვე ვეფხისტყაოსნის პარალელები აღმოსავლურ მუსლიმურ მხატვრულ საერო ლიტერატურასთან. აქ ჩვენ გვექნება საუბარი ფახრედინ გორგანელის ვისტარამინზე, ძირითადად და კიდევ ნიზამის ლეილი და მაჯნუნზე და იმ კომპოზიციურ აგებულებაზე და იდეურ აგებულებაზე, რომელიც გადმოაქვს თავის პოემაში შოთა რუსთაველს. ფაქტობრივად ჩვენ რაც გავიგეთ ისლამზე, მე მივხვდი რომ ჩვენ საერთოდ არ ვიცნობთ ამ რელიგიას. მეც მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმი ვარ. ხო, აბსოლუტურად სხვანაირი ხედვა წარმოგვიდგინა, ეს დაცლილი არის ამ სამომიგებულებებისგან, რაც ჩვენ ვიცით და როგორც აღმოჩნდა, ეს უფრო პოლიტიკური ისლამია და არა ის ისლამი, რაც მუჰამედმა იქადაგა. და ამ თვალსაზრისით დღევანდელი ლექცია გაგრძელება შეიძლება იყოს ამ იდეის, რომ შოთა რუსთაველი მე იმ მეცნიერებისაც არ ვეთანხმები, რომ შესაძლოა ირონიულად მოიხსენიებდეს ისლამზე. ხა ეს ისეთი მოაზროვნეა, რომ ესე არ დაეცემოდა მე ესე. ხო არა. ხო. ხო და ხო არ არის ეს რაღაცა ერთგვარი პოემა, რომელშიც ყველა რელიგია ერთად თანაცხოვრობს, როგორც რაღაცა ისეთი არა ერთმანეთის კონკურენტი, არა. რა თქმა უნდა, ჰარმონიული თემა, კი. ხო, ანუ ეს შეიძლება ვთქვათ უშუალოდ იმაზე გმირთა ქცევებში თუ ასე შემდეგ არ ჩანდეს, მაგრამ უეჭველი სააზროვნო მოდელში ჩანს, მაგრამ ერთგან ამბობს, ხო? როდესაც ეს ხვარაზმშას ძერ ჩამოვიდა, ნუ ეხლა პროტოკოლით და ყველაფრით დიდი ის გამართეს საზეიმო მიღება ჰქონდათ. და წითელი კარვები დავდგითო, მაგრამ ეს არ გავდა დღეს აღვსებისასო. აღვსება არის აღდგომა. პირდაპირ. ანუ ჩვენ კი ვზეიმობდით, თითქოს აღდგომა ჰქონდა, მაგრამ ეს არ იყო აღდგომა. ნუ დღეს აღვსებისას, აი ასე ამბობს. ბევრია ძალიან ისეთი, სადაც ქრისტიანული ხაზი და ნაკადი არის წარმოდგენილი და ამაშია მისი სიდიადე რა, რომ იუდეველს შეუძლია იუდაიზმიდან ბევრი რამ აღმოაჩინოს. მუსლიმს აგერ თქვით, არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ ძირშიც შეუძლია თქვას. მე როდესაც მაგალითად ავთანდილისა და ფატმანის ურთიერთობაზე ვილაპარაკე, იქ თუ შეამჩნიეთ, იქ ისლამი არ იყო. იმაზე ვთქვი, ხო? მაგრამ ეგონათ რომ იყო, ამბობდნენ ამაზე. ცოტა საკვირველია ხოლმე, როდესაც აი ისლამს კარგად რო არ იცნობენ და ან ისე ადასტურებენ, ან ისე უარყოფენ ხოლმე. ის რომ ესე იგი ავთანდილისაგან ასეთი რამ ეს ქცევა გასაკვირი არ არის. ანუ ისლამი კარგად რო ცნობდნენ, მიხვდებოდა რომ გასაკვირია მუსლიმთათვისაც, იმიტომ რომ პირველი დოქტრინა არის, რომ ხალი გათხოვილი არ უნდა იყოს, რომ მასთან კულტურებით ქორწინებაში შეხვიდე. მე ცოტა ჩვენ გავიგეთ, რომ დავდე მონაკვეთი არის თუ ნახე. რომ თუმე ეხლა ხო ესე ითვლება რომ ისლამში უშობა ქალის ჩაქოლითი ისჭირდება და არსად ყურანში ეს არ არის ნახსენები და ხო, შარიათი სხვა თემაა, ხო. შარიათი ყურანი არის ესე გაერთიანება ყურანის, ხო, გადმოცემების და გარკვეული რაღაცების გაერთიან კომპილაცია. ანუ ყურანს წავიკითხავ და შარიათს იქ ნახავ ასეთი რამ არ წერია რა.
შარიათი არის გამოტანილი. ანუ დოგმატიკური რაღაცეებია ყურანიდან, გადმოცემებიდან და რაღაც განმარტებებიდან შემდეგ აღებული. ასე რომ ის რომ ვთქვათ შარიათში ეს ასეა და ყურანშიც ასე იქნება რაღაცა, ყურანში წერი ასე არ არის, ხო? ხო. ანუ ეგ განმარტების საგანია და ყველა სკოლა განმარტავს თავისებურად. ანუ შიიტური სკოლა განმარტავს ცოტა სხვაგვარად, სუნიტური სკოლა განმარტავს სხვაგვარად, თვითონ სუნიტობაში ესე იგი 4 მიმდინარეობა, ანუ ჰამბალიტური, ჰანიფიტური, შაფიიტური, მალიქიტური და ვაჰაბიზმი გამოვიდა ჰამბალიტური სწავლები. იმათ ცალკე ის აქვს. ხო, სადაც 72 ასე პოეტურად ამბობენ ხოლმე მიმდინარეობა ისლამში. ეს მიმდინარეობას ამას რა ქმნის? ქმნის განმარტებები. გამოდის რჯულის მეცნიერი, რომელიც განმარტავს ასე, მოეწონება მერე მილიონ კაცს და მიყვება მაგას. თვითონ შიიზმიც არ არის ერთგვაროვანი, ხო? კლასიკურ შიიზმად ითვლება 12 იმამიანი შიიზმი, მაგრამ არსებობს 6 იმამიანი შიიზმი, არსებობს 42 იმამიანი შიიზმი. ანუ თვითონ ამ შიგნითაც და თვითონ 12 იმამიან შიიზმშიც არ არის ერთი ჯულის მეცნიერი დღეს სადღაც ესე იგი 8-მდეა მგონი. ხო. ერთგვარ პროვოკაციული კითხვა მაქვს. შენი აზრით შესაძლებელია თუ არა, რომ ეპისტოლების ავტორი იყოს მუსლიმი? ხო, მაგაზე მე ფიქრობ თავარი ეგ არ არის. მე არ მგონია პირადად, მაგრამ არა იმიტომ, რომ ესე იგი უმრავლესობა ასე თვლის, რომ ქრისტიანია, მეც მგონია, რომ ქრისტიანია, იმიტომ რომ მაგალითად შენ წერალ გურამ მეგრელიშვილს აბსოლუტურად თავისუფლად შეგიძლია დაწერო წიგნი სირიელებზე და მუსლიმებზე და შენი პერსონაჟები მუსლიმები იყვნენ და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შენ მუსლიმი ხარ. ამ პირიქით მაგალითად არაბმა ვიღაცამ დაწეროს, ეხლა ხალილ ჯიბრანი ქრისტიანია გასაგები, ოკეი. მაგრამ თქვათ ნაჯიბ მაჰფუზმა დაეწერა ნაჯიბ მაჰფუზს მაგალითად ევროპელებს, მაგრამ ამერიკელებზე წიგნი და თავისთავად ეხლა თუ ამერიკელზე წერ მაშინ ის პროტესტანტი იქნება ხო შტატების მიხედვით ან იშვიათ შემთხვევაში თქვათ კათოლიკე როგორც ასეთი ხო ხო და ის რომ აქ მუსლიმები არიან ყურანზე იფიცებიან და ასე შემდეგ ეს არ განაპირობებს ავტორის იმას რაც არასწორად წავიდა ეგ თემა რა ანუ ეს უფრო ეკლესიის მომენტი იყო კი არა ის იმ პერიოდში ცხოვრობს რა ქვია რუსთაველი როდესაც აზანზარებდა მუსლიმური კულტურა ფილოსოფია და სხვათა შორის ანუ თემა იყო ის რომ მაშინდელი სასამართლო ამბები და ჰუმანიზმი ზოგადად სუფიზმის თვალსაზრისით სუფიზმი ძალიან პოპულარული იყო ევროპაში და იმებში აი გურჯი ხათუნის თემა ხო როდესაც ქმარმა აიძულა რომ ისლამი მიეღო მას სუფიზმი მიიღო და დომმაკური რომელიც არის მისიონერი და წერს წიგნს აბრაამის დაკარგული შთამომავლობის მოძიება ანტიისლამურ პოლემიკურ წიგნს იქ ამბობს რომ თვითონ ანუ სუფი დერვიშებმა უფრო მეტად გაავრცელეს ისლამი ვინმე თვითონ ორთოდოქსმა მუსლიმებმა იმიტომ რომ სუფი დერვიშებმა მისი ანუ გადმოსახედიდან ისლამი მიმზიდველი გახადეს თეოსოფიურ მისტიკური ისინი დაამატეს ქრისტიანობასთან ბუდიზმთან დაახლოებულად სიმღერებით, ცეკვებით და უბრალოდ ამ ძიების სიყვარულის კომპონენტი გაამკვეთრეს ამაში და ამიტომ ბევრი მოექცა ისლამზეო. თვითონ გურჯი ხათუნსაც როდესაც უთხრა რომ დედამ დაუნგრია ცხოვრება, ხო, ოჯახი. რუსუდანმა მიწერა თავის სიძეს, რომ ჩემი ქალიშვილი თავის ამ იმასთან, რა ქვია, ესე იგი, ბიძაშვილს ეკურკურებაო და გაგიჟდა ის. და მოითხოვა, რომ ისლამზე მოიხეციო და მან სუფიზმი აირჩია. ჯელალედინ რუმის ესე იგი გავლენით და მე კი ვიცით რომ უნიკალური მავზოლეუმი წაუგო რომლის გუმბათი ქართულ ანუ ქრისტიან ეკლესიის იმას გავს რა ქვია გუმბათს ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით ხო აი ეს თემა ხო მე კითხვა როგორი იყო ანუ ეს იმაზე არ განაპირობებს ამას არა ამაზე იყო საუბარი ხო როგორც ვთქვით ერთი ის წერს რომ
თუ წაიკითხავ სამ წიგნს მონაზონი შეიქმნების გაპარსულადო რა არ ახსენებს სამებასა იქ არ წერია ეგ თემაო და არ ნუ წაიკითხავ ამ წიგნსო ასეთ ერთ-ერთ ხელნაწერს წაუმძღვარა და მე ვახტანგ მეექვსეს უწევს მტკიცება რომ აქ სინამდვილეში არის ქრისტიანობა რომ ეს არის ალეგორიული ტექსტი და აქედან გამომდინარე ეს ანტიპიარი იყო რუსთაველისთვის რომ შენ რომ ქრისტიანობას არ ახსენებ, წმინდანებს არ ახსენებ, იმას არ ახსენებ, ამას არ ახსენებს, ესე იგი აქაო და შენ ხომ ის ხო არა ხარ მუსლიმი, ხო? და მე მთელი სისტემა მუშაობს იმაზე, რომ არა ეს მუსლიმი არ არის. და მე ნიკო მარი საპირისპირო კითხვებს ვამს და მე ისევ ნიკო მარის ასე ვთქვათ დაძლევაა კორნელი კეკელიძის მთელი სისტემა იმაზე, რომ აქ ზედაპირულად არის ისლამი და არა სიღრმისეულად. იმ კითხვას ვამს, რომ აბა ვინ უნდა ყოფილიყვნენ გმირები, იმიტომ რომ სიუჟეტი ვითარდება მუსლიმურ ქვეყნებში. ეს ხო აცდენილი იქნებოდა ეგ თემა. მაგრამ როგორც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას უშუალოდ ავტორის აღმსარებლობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ის შეიძლებოდა ყოფილიყო მუსლიმიც და შეიძლებოდა არ ყოფილიყო და ჩემი რწმენით არ არის. ჩემი რწმენით, მაგრამ შეიძლება მე ვწდებოდი, თუმცა ეს არაფერს არ ნიშნავს.